ვაიმე მართა ჩემო კარგო ჩვენს გარშემო იმდენი რამე ხდება იმდენი თქვენ რო გძინავთ მან დღამე თბილისში იმდენი რამე ხდება გარეთ რომ ვერ წარმოგიდგენიათ და ისეთი რაღაცები ხდება და ზოგადად სამყარო ესეთი მსოფლიო ესეთია ჩვენ რო გძინავს გარეთ ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება უნდა უთხრა თავიდან არის სტრესია რა თქმა უნდა სტრესი არის ყველაფერი მთელი ცხოვრება გიყირავდება მაგ დროს ალბათ არ ვიცი რა ვიცი ძალიან რთული არის ხა რაც არ გამომიცდია იმაზე ვერ ვისაუბრებ მაგრამ ალბათ ძალიან რთული არის საქმეს გავდგა ამ ბიბლიას კითხულობ მე არ ვიცი რა უნდა იყოს ეს და ვარესები უნდა მოხდეს ჩემო კარგო ვარესები ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის მოხდება ეგეთი არის დედამიწა და არ იქნება არასდროს იდეალურად არაფერი თქვენ თუ ფიქრობთ ადრე იდეალურად იყო ყველაფერი ძალიან ცდებით ადრე იდეალურად იყო ყველაფერი იმიტომ რომ ადამიანები ვერ გებულობდნენ ვერაფერს ცუდ ამბავს გამორთეთ ტელეფონები რა ხდება ვინსად მოკლენ ვის რა გაუკეთენ ვინ დაწვენ ვის რა უქნენ ვერაფერს ვერ გაიგებთ ვაფშე ძალიან ბედნიერები იქნებით მაგიტო იყო ადრე რო მიტერიან ძველ დროს ადრე ეგეთები არ ხდებოდა რანაირად არ ხდებოდა უარესები ხდებოდა გენაცვალე ახლა გამევიდა ეგი რა ქვია ტელევიზიებში ესე მასიურად რომ ყველაფერს აჩვენებენ თორე ადრეს აჩვენებდნენ ქალო აგერ მე ვარ მომსწრე მე ვახდი პოლიციაში მე და ჩემი მეგობარი იმ გოგოს თქვენ გაგიგიათ საერთოდ სამტრედიაში 11-მა ბიჭმა ერთი გოგო რო გააუპატიურა თავში ქვა ჩაარტყენ და მე გააუპატიურენ ერთმანეთის შენაცვლებით და ციხეში არც ერთი რო არ არის იცი და ხა დღეს დადიან ზოგ სოლშვილი ეყოლება არც ერთი არაა ციხეში თუ არ გჯერათ მიდით და გადაამოწმეთ მან სამტრედის გზაზე რო ისა პოლიციის განყოფილება მიდით და გადაამოწმეთ უბრალოდ არ მართლა მოხდა თუ არა ესეთი რაღაც რომ 11-მა თუ 13-მა არ მახსოვს ზუსტად სამტრედიანმა ბიჭმა გააუპატიურა ერთი გოგო ქართველი უცხოელი კი არ იყო და რაღაცა რა მოხდა გადაიხადნენ 300 ლარი და გევიდნენ გენაცვალე აბა გენაცვალე რა გონია თქვენ გაქონდათ ეს ამბავი გაგებული და ამდენი ამბავი რა არ გექნებათ კიდე რამდენი არიცით ტონა ტონა გეცოდინებათ მე იქ ის იყო შემომივარდა ჩემი ყოფილი მეზობელი პოლიციაში მუშაობს მეტლიკი ნამეთქი ხა ჩამოგიღებ მაქსიფაც მაგოგოს ეგოგო იყო ჩემი მეგობრის მეგობარი და ჩემი მეგობარმა არ ჩანდა ეგოგო დაკარგული იყო ხო და ჩემი მეგობარმა წავიდეთ მივაკითხოთო რომ მივედით შევედით დალეწილი ვერ დადიოდა ანუ ჯერ ქვა ჩაარტყენ თავში და მე გააუპატიურენ დალეწ ვერ დადიოდა და ისე იყო შეშინებული ისე შეუშინებიათ რომ პოლიციაში ვერ წავიდა წარმოიდგინეთ და მე ამან ძალით წაიყვანა პოლიციაში ძალით მიიყვანა და ვაიმე ღმერთო მე არ ვიცოდი ამდენი არ მახსოვს მეგობრებო 11 იყო თუ 13 იყო რო კითხა იმან რა ქვია გამომძიებელმა რამდენი იყვენ ვაიმე დედა შოკში ვიყავი ნაბოზო დაკოდო სირებია
ჩემო კარგო, ახლა მაგის ცოლები ეყოლებათ მოყვანილი და ეგ რა ქვია, დარწმუნებული ვარ მე ჩემ ვიდეოებს რომ დაინახავენ დედის რაკს მაგინები. ასე შერჩათ მაგამბავ, რატო შერჩათ? იმიტომ რომ სამტრედიელები იყვნენ, პოლიციელები სამტრედიელები იყვნენ და რა შეაწყობეთ ახლა რაღაც ფულს რამეს გადაიხდიდა. ცოტა კი არ იყო. ამ ყურებით დეიჭერდნენ, რასაც უნდა იმას გააკეთებიებენ. სუზი ვინ არის? რაღაცა. მართლაც თქვენი არავის უყვარსო. ჩემო კარგო, ძალიან მარტივი არის ამ ამბის გადამოწმება. მე არაფერს არ ვიგო, ჩემი თვალით მაგ ნანახი. მიბრძანდით და იკითხეთ, ნამდვილად მოხდა თუ არა. ასეთი ამბავი. მადლობა. და მაგის გარდა კიდე რამდენი, ამიტომ არ თქვა ადრე არ ხდებოდა, კეთილ ხდებოდა, ჩემო უარესებიც ხდებოდა. უბრალოდ არ არსებობდა მაშინ მედია, ტელევიზია, სოციალური ქსელები და ვერ გებულობდით. მარტო გებულობდით ეს ამას ეთყო და ის იმას ეთყო და მოდიოდა ამბავი გადმოკეთებული შენამდე. თორე ადრე უარესები ხდებოდა, დედა, უარესები. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. უბრალოდ ახლა ადამიანს დაიწყენ ხმის ამოღება. ხო ხედავ ეგერ ესე იგი წლების დიდი ქალები არიან უკვე და წლების წინ რომ ეხა მასში არ მოხდა, კახეთში არ მოხდა, თუ სად მოხდა? საკუთარ მამას რო უჩილა და დაუმტკიცა რომ ნამდვილად ყავდა აუპატიურებდა ბავშვობაში. ხო მოიგენ, რა ქვია, მაგას რაღაც ორგანიზაცია რო არის ქალებს ეგენი დაეხმარე. იყო ტელევიზიაში ეგ ამბავი. ახლა და ახლა იღებენ ხმას. და ძალიან კაი არის. ძალიან კაი, ზუსტად უნდა მოიღო ხმა. ხერში ვიყავით. ხო. ვი არ გამეგია. კე. მოიგე სასამართლო. ხდება ზოგს არ უმართლებს. ზოგს არ უმართლებს ამ ცხოვრებაში და ხდებათ ამნაირი მამები. ისე ქალები არიან მაგნაირები? მე არ გამიგია. ერთადერთი გავიგე მარტო რომ ვიღაც მასწავლებელს ჰქონდა ამერიკაში არასრულოვან მოსწავლესთან ურთიერთობა. კაცებში არის ეს უფრო ძირითადად. ხო, მაგრამ მოძალადეები ხო არ არიან ჩემო კარგო? ანუ ესე რავი ძალადობე? ვაიმე წლების წინ შემთხვევით Facebook-ზე წავიკითხე რაღაც სტატია. არ ვიცოდი მე ეს ამბავი, არ მახსოვს სახელი გვარი, მოჭიდავე რო იყო. საკუთარი ბიძაშვილი, პატარა ბავშვი რო იმასქნა მოკლა. მაგის ჩვენება რო წავიკითხე. ვაიმე, იცით როგორი გრძნობა დამეუბრა, იცით შემაცია ტანში. გული გამიხდა ძალიან ცუდად. აი ძალიან ცუდად, ვაიმე, ისეთ რაღაცეები ეწერა ღმერთო. ესე იგი, ჯერ ყავს მოკლული და მერე აქ ძალა ნახმარი. ხო და ამ საწყალს მაგ დროს მოუშარდია. ვაიმე, დედა. ვინმე ხომ არ მოკლეს?
არა, პირდაპირ ეთერში ვარ. ვინმე ხომ არ მოტყნეს. ვინმე ხომ არ ამ საწყალს მაგ დროს მოუშარდია. ვაიმე დედაია. და მე ჩოუკუჭია ჩანდაში და ჩოუმარხია. და მაგას მანამდე სადღაც საზღვარგარეთ ქალი ყოლია გადმოგდებული ფანჯრიდან. მოხუცი ქალი, ანუ ესე იგი მოხუც ქალთან ქონია ურთიერთობა. ესე იგი წარმოიდგინეთ როგორი ფანტაზიების ეს იყო, რა ქვია, პატრონი, რომ ესე იგი მოხუცები და ესენი იზიდავდა. და თანამედროვე მოძალადე და რო გადევედი ქალდა სურათი ვნახე Google-ში გავგიჟდი. შეხედავ კაი ვაშკაცი შეხედულება ჯერ რა სიმპათიური და როგორი შეხედულების 100 წელი რო ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება ეგეთი რაღაცა კონდეს გაკეთებული 100 წელი რო ვერ წარმოიდგენ სწორედ მაგნაირები არიან 100 წელი რო ვერ წარმოიდგენ და რეალურად ვარიან ჩათლა ვი ბარტი გამოჩნდა. არა, აი ყველა ერთნაირი კი არა. ყველა ერთნაირი არ არის დედა. ყველა ერთნაირი რო იყოს ცუდ დღეში იქნება სამყარო. ყველა ერთნაირი არ არის. რა არიან? ამიტომ ყველაზე კაი არის ზუსტად ყველაზე კაი არის სწორად უნდა გაზარდო შენი შვილი. მე ნანახი მაქვს ვიდეო ესე გოგოს მოსწავლეს მოყვება ვიღაცა კაცი ეს შეამჩნევს ესე იგი გააღებს კარებს და ელოდება რომ შევიდეს. პირველი ეს კაცი შედის ეს გოგო კარებს უკეთავს გარედან. ან წარმოიდგინეთ როგორი ჭკუა იხმარა და როგორი გაზრდა, მაგრამ პრინციპში სამხედრო იყოფილა ამ ბავშვის მამა და სამხედრო მამა კი ასწავლიდა ახლა ესეთ რაღაცებს. ხო და მე დებილ ბავშვი ვიყავ, უკან მიყურებოდი და წინ არ მიყურებოდი, გზაში რომ მივდიოდი. მე რო დავიმართა პირველად მაგნაირი რაღაცა, საერთოდ არ ვიცოდი. საერთოდ არ ვიცოდი რა მოხდა ჩემ თავს. ბებიაჩმდა მივედა ასე უთხარი იმან რა ქვია სახელს არ ვიტყვი ხა ტრაგი მატკინა თქო ანუ მეგონა თუ უბრალოდ ტრაგი მატკინა ოღონდ მატკინა არ ვიცოდი სულ არ ვიცოდი მე რა მოხდა არა იყო ის მე რომ ცოდნოდა მაგი ვერც გავბედავდი თქმას სირცხვილისგან ალბათ არა არ ვიცოდი. მივედი პირდაპირ თქვენ მე თქვენ ტრაგი მატკინა წამოს დაგრსაგები. ტრაგი მატკინა თქო. და კაი ხანი არ ვიცოდი რა იყო. კაი ხანი ვერ ხვდებოდა მაგრამ არ მქონდა სირცხვილის გრძნობა. არ მწვენოდა არც მე რომ მაგი მწოდნოდა რაც მოხდა მე გაერთაც ვერ გავიდოდი მაშინ სირცხვილისგან კაცო. შემწხვებოდა. არ ვიცოდა, რო არ ვიცოდი, მაგრამ არც მწხვენავდა. უბრალოდ მეგონა თუ ხო თამაშობთ რაღაცას და ხო აი მატკინა და ხო აი ეგ იყო და ალბათ იმიტომ გაუბრაზდნენ რომ მე მატკინა და მეგონა ჩემი ბავშვი ჭკვით. მერე გავიგე, მივხვდი. იქ ბავშვები მაძახებდნენ ხოლმე, წამომაძახენ რამოდენიმეჯერ ბავშვებმა და მერე გადავხარშე ყველაფერი და მერე გამიჩნდა სირცხვილის გრძნობა. თვითონაც არ იყო დიდი. ცოტა დამახოს ასაკი, მაგრამ იქნებოდა ალბათ მაქსიმუმ 18 წლამდე იქნებოდა. ეგრე შევიან ბავშვს სატყუებენ. შენს რა რეაქცია გქონდათ? იცი რა არის? უბრალოდ ნაწვალები ვყავდი.
უბრალოდ ნაწოლები რო ვყავდი ექიმთან წამიყვანენ მე ეგ ჩვენ მეზობელი იყო ექიმი მან იმას გაასინჯენ ჩემი თავი თითქოს ვიცი გადმოცემით რომ ცემენ მაგრამ რავი ისეთი დიდი განსაკუთრებული არაფერი სიმართლე გითხრათ ყველა ვანგლაკას არა მგონია გაებედა რა კესარია მიეწიე უკან არ მოესწარი 2026 წლის დაყენებას დადგომას ამ წელიწადში გააცხეს სული შებოროტოდ ნაგავო ღმერთს აი ხო რა დამიწყევლია ღმერთმა არ მოგასწროს 2026 წლის დადგომას გააგდნენ მე ის ბიჭი იქიდან რომელ ოჯახშიც იყო ის ბიჭი და მისი და გააგდნენ იქიდან მეგდა მისი და იყო და წლები აღარ იყვნენ იქ მაგრამ ეგ ერთი ხო არ იყო ჩემო კარტო მაგის გარდა იყო კიდე ძალიან ბევრი ნუ ეხა პირდაპირ ძალადობა არ იყო მაგრამ იყო მაგალითად რომ ვიღაცას მარშრუტში უთქვია ხო მოდი ჩავიჯენ კალთაში და ესე იგი რომ ჩაგიჯენ და იქ კალთაში ხან თიც იმაშებოდნენ რა გაჭერდნენ და ხან ხო გრძნობდი ეხა ქვემოდან კაცო რაღაცა რო ხდებოდა რამდენიც გინდა იმდენი ემართებათ ასე ბავშვებს ავტობუსში რა ვიცი პარკში ყოფილი ეგეთ შემთხვევები თან რო ხედავენ რომ ხარ ფემინური ხო უფრო იმოშვებიან შენსკენ უფრო მაგიტო ბედავენ ასეთ რაღაცებს გატყობენ სუნიცებთ კი მე ცემენ კაცი ავტობუსში რომ იყავი წავიგდე მე აკეთებენ კაცებს მოგადგებიან უკან და მოგადებენ იმას რა ქვია შავლიდან გამობზეკილს აკეთებ რამდენიც გინდა იმდენი არის მარტო ბიჭებს კი გოგოებსაც უკეთებენ და ზოგი ხმას ვერ იღებს ადრე აკეთებდნენ ეკა ადრე აკეთებდნენ რა იყო ადგილი ხო მოდი ჩავისემ ხო მიდი ჩავიჯექი ჩაგაჯენდნენ ხო იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ მაშინ თუ ხდებოდა ეგეთ რაღაცები არც არავინ არ ამბობდა და ვერ ხდებოდნენ ალბათ და ასეთებთან ისე რუსეთს ხდებია სამოტივაციო ლექციებს ატარებ ქართულ ენაზე კი და თავისი თარჯიმით სასტუმრით საერთოდ პლუს დამატებითი ენასწავლებით აი რაც ვაფორ შენ თავზე ყოფილი ახლა ნუ ზოგადად ყოფილი რა ხდება საქართველოში როგორ ხდება როგორ ადლობა შეგძლია უჩივლო ახლაც არ არის გვიან მაგრამ ეს მაგას ძალაც უნდა გენაცვალე ძალაც უნდა მაგას მე შემიძლია უჩივლო რატო არ შემიძლია მაგრამ არც ძალა მაქვს და არც ვაპატიე თან ვაპატიე ბავშვი იყო თვითონ არც წამიდგენია ხალ ბიძაშვილი კი რა მამები აუპატიურებენ შვილებს და ბიძაშვილის რა გიკვირს ბიჭებსაც აიმდა დედის ბიძაშვილი კარგად ჩენ
როდესაც ჩემი აზრით, როდესაც ვიცით რომ დედამიწა ასე არის მოწყობილი და ყოველთვის ასე იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ ვერ შევცვლით გენაცვალე დედამიწას, ჩვენ ვერ შევცვლით ხალხს. ამიტომ არის ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ხედვა, სწორად ზრდით კი შვილებს. გონია მარტო ჩაცმა დახურვა ჭამა არის შვილის მოვლა? ალბათ უნდა ასწავლო იმას, თავის დაცვაც უნდა ასწავლო, უნდა იცოდეს რომ ვიღაცამ სადაც საჭირო არ არის ხელი არ უნდა მოკიდოს და თუ ხელს მოკიდებს ეს უნდა გითხრას. ძალიან ბევრი რაღაცეები, ხო? ძალიან ბევრი რაღაცეები არის გასაკეთებელი. მარტო კაი ჩააცვი და 1 სექტემბერს გამოპრანჭული მიიყვანეს ყველაში. მე არ არის მშობლობა. ბევრი ინფორმაცია უნდა მიაწოდო. უნდა დაიცვა, უნდა ეცადო. ნამდვილად ცელეო, მე არ ვიცი, მე ვიქნებოდი ძალიან ცუდი მშობელი ვიქნებოდი, ვაიმე. ძალიან მკაცრი ვიქნებოდი. იმიტომ ვიქნებოდი მკაცრი, რომ მე არ ვენდობი არავის დედამიწის ზურგზე საერთოდ. მე მეგობრებო, ბობოსთან ერთად ვერავის ვერ ვტოვებ, იცით? ვერავის ვერ ვტოვებ. წარმოიდგინეთ, ძაღლზეც კი არ მაქვს ნდობა. იმიტომ რომ გამიგია, იმიტომ რომ მომხდარა ესეთი ამბები. ეგერ თურქეთში ზუსტად ასეთი კოკესპანიელი ცოლ-ქმარმა დაუდოვა სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო კაცი. და მეზობლებს ესმოდათ განწირული ძაღლის ხმა და დარეკენ პოლიციაში და პოლიცია რომ მოვიდა ძაღლი დახათ მკვდარი, ანუ გაუპატიურა ძაღლი. წარმოიდგინეთ უბრალოდ. და მოდი ახლა შენ და ალი გაეთრი აქე და მე შენ არ ჩაქრთავ ლაივში. ხო, მოდი ახლა და დატოვე ეს რა ქვია, ვინმე სენდე. მაგენი არიან დედამ შეხედე მასეთ ადამიანებს მაგ დროს ეკეტებათ და ვერ აზროვნებენ. შეშლილი თვალები აქვთ და ვერ აზროვნებენ მაგ დროს, ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს. ხო და სავს დივა ხა მე ვინაა შეშლილი და ვინ ნორმალური? ამიტომ იქნებოდი ცუდი მშობელი. ყველგან მე გავყვებოდი ჩემ შვილს. ყველგან ალბათ რა ვიცი ჭყვიდან გადავიდოდი რომ სადმე წასულიყო და მე რა ქვია მელოდინა მაგისთვის სახლში არ ვიცი რა გამოვკეტავდი სახლში როგორც მე ვარ ხოლმე გამოკეტილი გამოვკეტავდი ალბათ სახლში მაგიტომ იქნებოდი ცუდი მშობელი გოგო თუ იქნებოდა გავზიდი ბიჭი როგორც ბიჭი ისე ალბათ ვასწავლედი ჩხუბს ვასწავლედი რა ვიცი სროლას ყველაფერს ვასწავლედი აბსოლუტურად იმიტომ რომ მე ვიცი მე მინახია და მე ვიცი თუ როგორი საშიშები არიან ზოგადად კაცები ვიცი მინახია ჩემი თვალით მინახია ბევრი ისეთი კაცი რომელიც რა ვიცი მე ყველაფერს იკადრებს ალბათ და მაგიტო არის ხოლმე მაგიტო არის მე ჩემი ფსიქიკა დაანგრეული არის მაგიტო არის მე რო უყურებ ხო აი ხო ახლა რა სისულელი არის ხო კაცო ბავშვის კალთაში ჩაჭენა მე რო უყურებ ხო ეს ტვინში მირტყამს ყოველს დაიჯნე მუხლებზე რატოა ჯენ პირდაპირ ხო ყველა ერთნაირი ხო არ არის ყველა ერთნაირი ხო არ არის მაგრამ მე რომ მინახე და მე რომ გამომიცდია გონია თუ ახლა იმას იგიც ახლა იმას აკეთებს და ტვინში მირტყამს ხოლმე
ხო და მითხარით აბა ერთი ჩემნაირი მას რა ქვია ნდობა დაკარგულ ადამიანს რომელიც არავის არ ენდობა დედამიწის ზურგზე რანაირ კაი მშობელი ვიქნებოდი არ ვიქნებოდი კაი მშობელი ვიქნებოდი მკაცრი მშობელი მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ მკაცრი ადამიანი მაგიტომაც ასე მშვიდათა ვარ მშვიდათა ვარ ასე არ არის საჭირო დაანწყნარადა ვარ სიმართლე გითხრათ მე მქონდა მაგის შანსი რომ ყოლოდა შვილი ჩემს ყოფილ დაქალთან ეხლა დაქალთან დროს შორს დავდეთ მეცგან მქონდა ერთი პერიოდი გადაწყვეტილი რომ თვითონ მთხოვა რომ ჩემი ისჭირდებოდა ანუ რომ მე ყოფილიყო დონორი მაგრამ უარი უთხარი არა არ ჩემო კარგო ვერა რთულია ბავშვი კი არა ძაღლის მოვლა არის ხანდახან რთული და ბავშვის მოვლა რა იქნება ბავშვის ყავს უკვე პასუხისმგებელი ხარ ძალიან ბევრ რამეზე ვერ გაჩერდები ვერ დაჯდები ხვდები ვერ დაჯდები იმიტომ რომ შენზე არის დამოკიდებული მისი მომავალი და შენ უნდა დაუტოვო იმას ბინა შენ უნდა ასწავლო ყველაფერი უნდა გაუკეთო უნდა დაიცვა გენაცვალე აგე რა რამდენი არის აგერ გუშინ წინ ყოფილმა ქმარმა გოგოს მჟავეში ასხა სახეში ჟავა მე თუ ჯერ დანადაარტყა მე მჟავა შეცხა მე ცეცხლი წაუკიდა ის გოგო ახლა ვიღაცა დედის გაზრდილი ხო არის ხო აქ იმაზე ნაწვალები დედამის ნაჯახირები და ვიღაცა არაკაცი ადგება და რაღაცა საშინელებას მართებს შენ შვილს სელე მიყვარ ხარ გაიხარ ჩემყარება ანა ბოდიშან 7-ის საბოლოოდ გინდა პატრონიო რა პატრონი შვილს იმიტომ კი არ გავაჩენდი რომ მე პატრონი მჭირდება მე პატრონი განაცვალე მეყოლება აქ ბელგიაში მოხუც არავინ არტოვებს უპატრონოთ გინდა წახვალ თავშესაფარში ცხოვრებ გინდა ნაკირავებში იქნები და მოდიან ორგანიზაციიდან ახალგაზრდები სახლსაც გილაგებენ, გივლიან, საჭმელსაც გიკეთებენ. მაგის საქართველოში არის ცოდვა მოხუცო რაგან კი არ არის ცოდვა. მაგის ის არ მაქვს, რა ქვია. მაგის შიში არ მაქვს მე. დავიდეო თქო ტრაბახა. შენ არ გეყო ხო დღეს ლანს ყვა. მაგის შიში მართლა არ მაქვს. მაგრამ შვილი რო გეყოლებ რა თქმა უნდა გექნება შიში გინდა რომ დაუტოვო გინდა რომ გავუკეთო რაღაცა კარგად იყოს ხო და საერთოდ მაგ და მაგის ნერვები ახლა მე არა მაქვს ნერვები გელა ბარკალაიამ ჩაგაჯო მააქოთებული დამპალ პირში ნეტა მყავდეს ღმერთმა მოგცეს შემოგარგო It's not child's play. Ayahuasca is the most powerful spiritual entity that I've ever experienced. გამარჯობა სანდა მე ხა შემოგიერთია გამარჯობა კიკო მე მყავდა მეზობელი სახში ხანდა ღილაკი პუტების თანხმობაში ირეკებოდა ხო არა არია ვისაც უნდა მიდის ვისაც სახში ცხოვრობს შეუძლიათ ეგრეც მიიღონ დახმარება ამათ გენაცვალე კი აქვს მოწყობილი ყველაფერი აქ არაფერზე არ არის მაღაზია სანერვიულო და მე კიდე ვიბარებ გენაცვალე რომ თუ მიმახციე ასაკი რა ვიცი თუ დავბერდი თუ ჩავარდი ლოგინში ოდესმე ეგრევე ევთანაზია გამიკეთონ არ ვაპირებ ლოგინში გადალებას ცხოვრების
ჭირდება ხალხია. მაგაში არავინ არა დამნაშავე, თვითონ ხალხი არის მაგაში დამნაშავე, ჩემო კარგო. არც ერთი მთავრობა არ დაადანაშაულოთ მაგაში. ხალხის ბრალი არის მაგ. ხალხი რომ მიხვდება იმას, რომ მთავრობა არის მათი დაქირავებული მუშები, მერე ეშველება ყველას. და სანამ აღმერთებენ და სანამ ის საქართველოს ვიგენი გონიათ პატრონები, მანამდე არ ეშველებათ. სანამ არ მოუწყობენ აქციებს, როგორც საფრანგეთში უწყობენ და იმაში რა ქვია, ბელგიაში და ევროპულ ქვეყნებში, მანამდე არ იქნება არაფერი. ადრე ხოლმე მიკვირდა, მეთქი ამ საფრანგეთში რაფერ წვავენ, ყველაფერს თქო. რატო ზუსტად გადაწვა, სადღაც გადაწვა, მისი ფულით კეთდება მაინც. მაინც მისი ფულით კეთდება. მისი ფულით არის გაკეთებული, კიდე მისი ფულით გააკეთებენ. აი ეგ ისინი რომ მოაწყენ, რა ქვია, ფერმერებმა აქციები, ტრაქტორები რო დაარბოდენ და ნაგავი რომ მიაყარ, რომელმა გააკეთა საქართველოში მაგ ერთმა ინტერესებს ა? რომელმა გააკეთა? რომელმა მეიფიქრა, არც ერთმა მეიფიქრა. ეს ამათ სხვანაირად ესმით ყველაფერი, ჩემო კარგო, ჩვენ სხვანაირად გვესმის ყველაფერი. ამათმა იციან მოთხოვნა და ჩვენ არ გვს მოთხოვნა. წლები არის, ესე იგი, გემუქრებიან, რომ ესე რა ქვია, ჩვენ გიცავთ კაცების გათხოვებისგან და ვსიო, მეტი ესა რა ქვია. მეტი არაფერი პრობლემა არ არის ქვეყანაში, რომ კაცები არ გათხოვდნენ. სისულელე ხო? რამხელა სისულელი არის. მადლობა ხატია. რამხელა სისულელი არის, ეხლა ეს. და ბევრი ხალხი რო არის ევროპაში ნამყოფი ქართველები და რო აქვს ნანახი აქაურ სიტუაცია, ხო? მაგიტომაც არის, რომ იციან, რომ იმას, რასაც იმ ადამიანებს ეუნებიან, რომლებიც არიან ნამყოფი და ადებილებენ, აჩეჩეტებენ, რომ ვითომ აქ ტყლია მოგდებული დარბის ხალხი და ესე იგი სექსებს აწყობენ, ორგიებს აწყობენ და ესე შემდეგ და მოკლედ გაყუნლების მეტი არაფერი არ ხდება. ხო, ესე რა ქვია. ამათმა იციან, იმათმა არ იციან. იმათ მართლა გონიათ თუ ხო, აი ევროპაში მართლა ეგრე ხდება. რა ხდება? 8 საათზე რო გახვალ, გულაში კაცი ნახე, მადლობა უნდა თქვა. ხანდახან ბობოს რო გეუყახავდნენ ხამ სასეიმნოთ, საღამოს თავი მაშინ გონია, რა ქვია, ჩერნობილში, მიტოვებულ ქალაქში. ცენტრალზე არის მარტო ხალხმრავლობა. ეგენ დედა სამსახურიდან რომ მოვლიან, რო შეიყუჟებიან სახლებში. აი მაგალითად ხა თოდა იქეთ სოფლებისკენ რო გადახვალთ, ხო, დედა 9 საათზე შუქები არის გამორთული ყველა სახლში. გეფიცები 9 საათზე შუქები არის ყველგან გამორთული. იმიტომ რომ იძინებენ, მაგრამ ადრე იძინებენ, დგებიან 4 საათზე დაახლოებით იმის 4-5 საათზე. რაც აქავარ აი ორჯერ მეუხეშენ მარტო, ორივე ბელგიელი იყო. ორჯერ მეუხეშენ მარტო, აი ორჯერ ვიგზენი რასიზმი. მეტი მე ხო 4 წელი აქავარ. მეტი მე მაგათი მხრიდან არანაირი რასიზმი, ტრანსფობია არ მიგრძნია მართლა. მხოლოდ ორჯერ იყო, რომ აი ორჯერ მართლა ვიგრძენი რასისტული დამოკიდებულება. არა ტრანსფობიული, არა რასისტული დამოკიდებულება ვიგრძენი. აი შემოსაუბრებით ხშირ გადიხოლმე. რა ტიპი არის ეს ბიჭი? გიგი 11 რაღაცაო. აუ მე მომიხდება იუთუბერობა, მაგრამ არ ვიცი ვიდეოების დამონტაჟება. და ეს რა კაი ბიჭი არის? ვინ არის?
აუ ეს რა ტიპია, რაღაც კაბაროაცია. ყველაზე მეტი ნახვები ვისა აქ ეხა? ელიზაბეტ ლეფსი. ეს ქართველია? ძალიან პროშენგი ოროსელე. ხალ შაბათია რა, გერმანიაში ხარ იტალიაში, იმაში რა ქვია. ბელგიაში. კაპი ჩამოტვირთა მარტივია. ხო, მარა, ახლა YouTube-ს ხარისხიანი ვიდეოები უნდა. ის კამერა არის, კაი, მაგრამ ძვირი ღირს 800 ევრო ღირს მე მგონი. რაღაცა პოკ 3 რო არის რაღაც. ქართველი ყოფილა გოეგი? არა, რომელიც მხოლოდ ფილმებში ქონდა ნანახი. ეს აუ, დედაფითა. აუ, რა ლამაზია. თუმცა ვიდეოს ბოლოს სხვანაირად ვფიქრებ. ამ ვიდეოში წავალთ დაუსახლებელ კუნძულზე და გავატარებთ 5 დღეს. გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ტაილანდის ყველაზე ლამაზი კუნძული, ჰენგოვერის ლეგენდარული მეშინია ტაილანდის. და საერთოდ, რატომ გიждდება? აქ ადამიანები იკარგებია. სამშობლოში სარკოს ბევრი გამომწერი. სოსოს აქ ბევრი ნახვები ხოლმე ვიდეოზე. როგორც ჩანს, სოსო უყვართ. მაგრამ პრინციპში ხა სოსო აკეთებს მაქსიმუმს. საქართველოს რამდენი მილიონი ადამიანი უყურებს ახლა YouTube-ს რო? მილიონი უყურებს ვაფშე. ჩვენ ძალიან ცოტა ვართ. აი რა თურქეთში მაგალითად ერთი არის და ეს არის YouTube-ერი მაგას უყურებ ხოლმე ერთ ვიდეოზე ნახვა აქ 5 წუთში რო დადებს რა ვიცი მე 70 მილიონი მე მგონი. იმიტომ რომ ბევრი არიან igen თან მაგას უცხოელების უყურებენ. იმიტომ რომ ტიტრები აქვს და თარგმანიც აქვს ვიდეოებზე. თუ ტიტრები აქვს, მე მგონი თუ თარგმანი აქვს. ანუ ქვეყნის მიხედვით ედება თარგმანი ვიდეოზე. სელეპაბაი მოგეწონა? ცოტა შორს არ არის ცუდი. პროსტა კურკებს აქვს საშინელი ქათმის კინტისუნი. მაღაზიაში შემხვდა პაპაია, მამაია, დედაია და ვიყიდე 3 ევრო ღირდა ჩუპაპი მუნიანო. მარა მოშთამ კუხე. ჩუპაპი მუნიანო. და აქვს ქათმის მოსკინტული სუნი. ჩუპაპი მუნიანო. ვაიმე ასე მგონია ქალოში ტკიპები არის თქვა. ვაიმე ძაღლის ტკიპებს რა ფერ გავს შემიწუხდა გული. აი ხო პატარა მე ვიჭერი რომ გავსინჯო. თურმე გადახტები 3 ევრო. ამგინის ფანტაზიური ეგზოტიკური დედები მოვტყან მე. საშინელება არის. ფული გინდა რა რომ მე ტაქსით მიხვიდე იქამდე. ავტობუსი ბოლომდე არ მიდის. აი მანდ წავიდოდი დიდი სიამოვნებით. ქართველები ცხოვრობენ, ბევრი არიან ბელგიაში ქართველები. ბევრი არიან ძალიან. ანუ წარმოიდგინეთ მე და ერთი ჩემნაირი გიჟი მიტოვებულ ქალაქში. ღამე. ალო. ნახოთ. გერმანიაში შეიძლება შეხვდება. ახლა შეხვედრით მასე მეც შეიძლება ხვდებიან. ხშირად არ ხვდებიან რა. ყველა თავისთვისაა ესე. მაგარი იქნებოდა ვაიმე კი ვაი რადეს ვიცინებდი ღმერთო მიყვარს არასერიოზული ხალხი აი არასერიოზული ხალხი მიყვარს აი დიდები რო არიან უკვე და რო აკლიათ ჰაი პეტო შენ ჩემი სათრევი იქნები იმ იმაში რა ქვია მიტოვებულ ქალაქში
შენ იქეთ შემაშინებ. მაგალითად მეო. მართლა ბაბი? შტობიანი ხამე კარგად. ხოცები ჩერდები და ვინმე კერა ვაიმე დედაია. ვაიმე დედა. რო გამორბივარ და ვიღაც მოჩვენება რა მომზეს უკან. თან როგორი დაი. ვაიმე დედაია. ვაიმე დედა. სად გადავხტეთ გოგოებო? არც იქინე გვღებულობენ არც აქანე. არც იქინე მიმიღონ არც აქანე. ახლა მინდა ადრე რო ავდგე. რა უნდა ვქნა? თავზევით ზალა რა, თავს ვერ მიპლავდა. ისე ამგვიანი შეხედვა რომ მეიკლა გასპედალი ჯობია, მაგრამ ცოდვაავო, იქნევი, აღარ მიგიღებენა და არც იქნე მიმიღონ, არც აქანა გავჩერდე საიძებიდე, რა ვიცი. სამივდივარ გომ? ხამე ბოლოს ვიყავ გასართობად გასული არ მახსოვს. მაინც ვერ ვჩერდები აზრი, ვიცი, დრო წავიდე 1 საათში გამოვიქცევი უკან. იმიტომ რომ ამას ეშინია ღამე განიცდის და ვერ დავტოვებ გამორიცხულია მარტო სახლში. შუქებიც რო უნთო მაინც განიცდის. მადლობა დიმეტრე. ხოდა რო ვიცი რომ მარტო არ მე სულ გული აქეთ მიწევს. ახლა რო იყოს ვინმე საერთოდ კიდე ხო. დაიჭებს უნდა ჩამოსვლა და თუ ჩამოვიდა, კაი იქნება. ჩამოდ მივთხარი აქეთ იყავი, აქეთ იმუშავე მე. თურქეთში იკლავს თავს. აქანი ნორმალური ხელფასი მაინც ექნება. შეიძლება ახლა გოფორმებლად ნახო სამსახური და იმუშაო. არიან ბევრი ქართველები მას მუშაობენ. გაუფორმებთ ახლა აქ რო იმუშაო. სამრეცხაოში, რესტორანში, ჭუჭლის სამრეცხაოში. ახლა მანქანაში შეაწო რა თქმა უნდა. იქ მე ხალხს დაგაჭრევიებენ კარტოფილი და ეგეთ რაღაცები შეეხმარები. ესე იგი 9 საათში არის 80 евро. რა თქმა უნდა ცოტა არის 9 საათისთვის, მაგრამ გაუფორმებლად კაი არის, არ არის ცუდი. კი ბაბი, კი მარტო არ ვიქნებოდი ხო? რაჯობია დედის გვერდში ყოფნას. ვაიმე რაღაცა ვიღაცასთან გამეგზავნა შემთხვევით. მაპატიე შეცდომები ხო და მოგეთ ნახოთ რა იქნება 9 პრასკები აქვს და ჩემს ვერ ელევა იმ თურქეთს და რა ვქნა. ვერ შევიობდნენ ხალ ჩამოდეთ თურქები არიან სულ რესტორნებში სულ თურქული რესტორნები არის ქვა რო აგდო მაგრამ თურქს ეცემა თავში თამი გაიხარეთ ჩემ კარგო მაგრამ ისე მეორეს მხრივ ვაიმე კი შემჭამს ხო ცოცხლად ვანელი არის დედა ყველაფერს დამიშლის მაგრამ თუ ყავთ ევროპაში დონერზე გიждდებიან აი როგორც საქართველოში უყვართ ჩაურმა ისე აქაც გიждდებიან შემდგომ გესტუმრებიო აუცილებლად ეწია ხელფასებმა ჩემ კარგო რა მაიწია $800 და $700 ხელფასი არის მომლელად არ არის ხელფასი გენაცვალე თან იქ უნდა იყო 24 საათი რატო როცა შეგიძლია აქ €1800 კონდეს თვეში ხელფასი კაცი გამოწვია €800 გავიდეს ქირაში და ჭამაში €1000 სულთაფული გჭება თეატრ რა შენ სახში მაინც იქნები აღასაც მუშაობს ყველგან კამერები აყენია
ტუალეტის და იმის გარდა, მისი ოთახის გარდა. მე ვერაფერ გავჩერდები ხარ კამერები მიყურებენ 24 საათი, რა გამაჩერებს იქან? ახლა ჩემო კარგო მარტო კი არ იქნება კაცო. შევზიარდებით ერთად, ან ვიმესთან შეზიარდება. თუ არ შეზიარდი, გენაცვალე მარტო მე ნაქრები 900 ევრო მეხარჯება ბინაში. მე წამოვიდი უკვე 2 წელია გერმანიაში, მაგრამ რომ მიდება სამსახურების სტამბოლში $1000-ზე ზემოთაა. უიდე დაია. მე მყავს ბებიასთან 2 მომვლელი სმენებში და ორივეს ერთად 2200 ლარს ვუხდი ქუთაისშია. შვენიერი ხელფასი არის. 2000 ანუ 1100 ლარი. 1100 ლარი. ათასას ლარი 12 საათი მუშაობე? 12 საათი? 12 საათი ერთ და 12 საათი მეორე. მასე ცოტა გამოდის. მოვლასაც გააჩენ რას გულისხმობ, თითო დღე. ერთი დღე ერთი დღე მეორე 24 საათი? ჯახეშ მომაკი. ნუ პრინციპში ხო რა. 15 დღე გამოდის, მაშინ შვენიერი არის. ხო ალბათ რა აქვს ამდენი ხელფასები საქართველოში. არა ძვირია, ჩემ დროს იყო ძვირი და ახლა რა იქნება პროდუქტები. მე მინდა სოფელში ცხოვრება ძალიან. მე ერთი სული მაქვს, სადმე სოფელში როდის ვიყიდი მიწას. ავაშენებს სახლს, პატარა თავშესაფარს ძაღლებისთვის, პატარა საძროხეს, რა ქვია მაგას, ძროხები რო შედიან, ანუ თითოს 15 დღეში 1000 ლარი მოძებნა. ხო 15 დღეში 1000 ლარი კაი არის, გენაცვალე. ბოსელი ხო. ალკოს პესკაფნა. მაგით მოსაფელი კაი, ბერამის მოიყვანს სიმიდი, ბოსტნეული, შეგიძლია ბოსტანი პარნიკად გადააკეთო და მთელი წელი გექნება ყველაფერი. იქ რაღაცეები დაარგო, კარტოფილი, ის გააჩნია ხრას როგორ მიწა იქნება და სად იქნება. ამიტომ ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, რომ ხვავიანი მიწა იყოს, ან ბარაქიანი მიწა უნდა იყოს. ახლა პროდუქტები მხოლოდ ფასია, რომ ერთ თვეში 6000 ლარი დამეხარჯა, უიმედე დაია. პომიდორი 3 ლარსაც ჩამოსვლა, მივხვდები როგორია გაქმნილი ფასები. რა უნდა ქნა გენაცვალე? რაჭამი ამფერი. მე შესაძლოა გახაჩევათ, მე ჩემს სასოფლო თავს. და მე ძალიან კაი გიქნია, ჩემო კარგო. ისედაც მარიამ ისეთი დრო მოდის, დამიჯერე ძალიან ბევრი წამოვა, სოფლები ისევე შეივსება. შეივსება ბევრი სოფელი.
მაგიტო არის სანამდრო არის მიწა მაინც უნდა იყიდო ადამიანმა და მოასწრო მიწის ყიდვა მე ძალიან მინდა მიწის ყიდვა ისე გურიას ვფიქრობ უფრო გურია მომწონს გურიისკენ მინდა ჯოჯობით არა ავალი იდი ნახო იქენი აქედან არ ჩაქრთავ მე მესამედ გზავნის უკვე თამაშს არ ჩაქრთავ გამორთე საერთოდ თამაშ ჩავრთავ და თამაშის დროს მითიშავს ეგრევე თამაშს როცა მომდება გათიშავს როცა მომდება ჩართავს და ამასე მოიყვანა ხო სელე მონტალის ნამოები იცი ის ვიცი არაბიან რაღაცა რო არის და არ მომეწონა სუნი ძალიან ძიმე იყო თული იყო იქ ხარ ჩემი გოჯინა გოგო ხარ ჩემი გოჯინა გოგო გიგა გამარჯობა გიგა რაღაცა უწერია გამარჯობა გიგა ნახოთ რამე სიზავს გაორმაგება ხალხო რა თქმა უნდა ჩემ მე მიმუშავია და მიწაზე და ვიცი ჯერ ყანას რამდენი წვალება უნდა მე თუ ყურძენი გაქვს იმას რამდენი წვალება უნდა ბოსტანი თუ გაქვს რამდენი წვალება უნდა ძროხა თუ ყავს იმასაც აგერ ქათმები აი სოფელში თუ გინდა რომ არ გაგიჭირდეს ხო არ მეკაჩერდე ისიც ვერ გაჩერდები დილით მაგალითად სოფელში ვერ დაიძინებ 11 საათამდე იმიტომ ვერ დაიძინებ რომ იქ ქათმები ყავს გამოსაკვები ძროხა ყავს გამოსაკვები ის 1000 საქმე არის 1000 საქმე არის გენაც აჰა მე ის მართლა ძროხის მოწველა არ ვიცი და მე მოწველი ძროხას მაგრამ მინდა რომ ყავდეს ძროხა ოღონდ ახლა ის კი არ მეყოლებოდა დამონებული რაღაც გაშვებული ეზოში რატომაც არა უკან აბა ხო ყველი რატო უნდა იყიდო ადამიანმა გოთა მიყვარხ და მლანძღავს ავანტყოფი ჩემო უიმ რა ჯობია გო მე მინდა ძროხა კიდე მინდა ქათმები კიდე რა თქმა უნდა ძაღლები მეყოლება ერთი 10 ძაღლი კიდე ქათმებს მოვუვლი ძროხას მოვუვლი ღორს ვერ მოვუვლი იმიტომ რომ ღორი რძეს ვერ მომცემს და დაკლეთ კიდე მე ვერ დავკლავ ძროხას და ვერც გავიმეტებ გასაყიდად რომ სხვამ დაკლას ამიტომ ღორს არ ვიყოლიებ არც ჩემ ქათმებს არ დავკლავ. უბრალოდ კვერცხისთვის იქნებიან. ჩემ ქათმს ვერ დავკლავ, ჩემ გაზდილს. არა, ვიყიდი დაკლულებს უბრალოდ, რომ მომიტება ქათმის ხორცი. ვერც ჩემ ძროხას ვერ დავკლავ. მეყოლება სულ. სამოვიცი რომ ასკუნეთი წელი შემემატება. ვამე მარიამ, შენ ხარ ჩემგარგო, შემდგარი ადამიანი. მეუღლეც ყავს და შვილიც ყავს. ხო და იყავი მან შენ მეუღლესთან ერთად ბედნიერად. ძალიან კაია, რაჯობია მაგას. დავიღან მე მაგას გამოშტე, აღარ შემილია კორპუსში გამოკეტილი ცხოვრებით. ან წარმოგიდგენ, ჰაერში ცხოვრობთ. ან ჰაერში ცხოვრობთ, ხომ ვიღაცებს ხო აქ ძალიან კომფორტული ბინა, რა კომფორტული ბინა უნდა ქონდეს ისეთი, რომ აჯობოს საკუთარ სახლს ეზოთი. ნუ ახლა ეზოსაც გააჩნია ზოგმა არც ის ეზოს კაი მოწყობა. არ და რეალურად ვაფშე არ არის ეზოს მოწყობა ძვირი. რა გჭირდება ბევრი ყვავილები, კაი დეკორი, ანუ დეკორი ისე რომ კარგად მოაწყვეს, კარგად ლამაზად დარგო ყვავილები. აი აქ აქვს YouTube-ზე ღმერთო ერთ ქალს აქვს ისეთი სოფელი. აი მეც მინდა რომ ეგეთი ბევრი ყვავილები მქონდეს, ბევრი რომ სიცოცხლე ჩქეფდეს ჩემს ეზოში.
მაგრამ მინდა რომ ბობო მოესწროს. მაგაზე ნერვიულობ თან. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ჯერ რა ვიცი, ჯერ სხვა გეგმები მაქვს, ჯერ გათხოვება მინდა. ჯერ ვერ წავალ სოფელში საცხოვრებლად, უქმროდი კანე ვინ მითხოვს მე. მაგრამ იგი მაგალითად შეიძლება უფრო გავთხოვდე. ვაიმე დედაია. ვაიმე გოსადმე რო გადავალ მე სოფელში და რომ მათგან მეზობლები. გაეთრია შეპი და არასტო ჩვენი სოფლის. ხო დამიცავთ გოგოები ხო ჩამოხვალ ჩემდასაც ავად. გაეთრები და რასი შეგინა. დახურული არის უკვე ჩემო კარგო. მე ყაის ნახეთ გზო ბევრ ყვავილებს ის ფორმებს და თავს აქვს გარე რეგულებს. იმით ასევე კიბის. ვაუ რა მაგარია. მადლობა დაი კრისტი რეგულებს ულამაზესია. მეც მინდა რომ ვისწავლო რამე ხელობა. და მე მაგ ჩემი ხელობით ვირჩინო თავი. შილაკის გაკეთება მაგალითად ან ეივონში გავწევრიანდები და ვივლი ხოლმე გოგოებთან და შევტენი ამ დუხებს და კრემებს. ვიტყვი დაი შენ რაცა გამომშრალი გაქვს სახეზე კანი. ეს კრემი იქნება შენზე მისწრება. და ასე შევტენი ეივონის პროდუქციას ორი ფლენი გევიტან თავს. ხო იყიდით შემგან. რა ეს ეივონი გადააშენეთ, კიდე გასწავლო შრი-ლანკეთ მასწავლე და ხო ჩემი და იყო მაგან ეივონში გაწევრიანებული და მე გარამახთებია ვალები ბოლოს. და რაც დარჩა ტავარი მე შემომტენა ყველა, მე ვიყიდე. ანუ ქალი ბიზნესმენი. რაღაც დროს ეივონ, უი რა სამბობ. ეივონს ისეთი კაი სუნამოები აქვს. მადლობა დაი. დედას გული როგორ ახარგო? ეივონის forever არის ძალიან კაი. ვაიმე როგორ მიყვარს. რამდენი ხანია არ მქონია ეივონის ექსუნამო. აუ იოანე შლამპე როგორ ახარ? არპაშებდაო. აუ ეივონის სუნამოები მე მიყვარს. ჟაშვევი ქალო. რა ვიცი შერაშობიო. მოსასპობილო. კარგად დაი შერავა ხარ. იო რატო ხარ მასეთი მოწყენილი? ხალ დევიღალე არ ვარ მოწყენილი. სულ დაღლილი რაფერ ხარ? რომ დაიწყებ მუშაობას ნერე ნახე მიხდები. აი არის დღე შენ დასვენების დღესაც ამ დაღლილი ვარო. როგორ გიყვარს ეს წუწუნი? წუწუნა. აუ ჩემი ცხრით, უნდა ჩაგიგდო რამდენ საათს მუშაობ და მე აღარ ელაპარაკებ. ჩამიგდე. კარგად შენ როგორ ახარ ქეთი? შილაკს აპარატი იყიდე Amazon-ს და YouTube-ით ისწავლე. უი მე სამაგო მაგის ნერვები. მაგი ჩემ მეგობარს ხდა ნაკეთ და დევიდები ფჩხზე და დევიდა ბოლომდე ის შკურკასავით რა რაღაცა ნუ იგი ხორცი მომიჩანდა ფშხილიდან.
ინცოს დავამახინჯებ დამიჯერენ. აბა რა შვები იო ემზადები? კი. ძალიან კარგი. შერაშვები. მე რას ვიზამ? მეც მოვემზადებოდი შენთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვემზადები. მაი, კარგი შე როგორ ხარ? ხო, ძალიან დავიღალე მაი. ეს მოტყდა, მაი როდის მერე იცი? ეს მოტყდა იმას რო შეხვდა, რა ქვია. შეხვდა კი არა, ის აქ რო ჭირდა რაღაცა. უკან ნერვზე მაგის მერე მოტყდა ჩვენი ფასავით კაცი. მაი ძალიან ანუ ბევრ საათობას მუშაობ ძალიან. გითხარი მე შენ ადვილი სამსახური და არ გესმის ჩემი. ადვილი არაფერი არა. ადვილი რა არის? გამოდი აგერ ჩემთან დაჯექი ჩემსავით დახმარებაზე და ვიყოთ ერთად. და სიგარეტის ფული დღის რა გავყოთ. მაგრამ შენ აღარ ეწევი. ხოჭი დავჯდებით ორივე და ქემიშოვით სიგარეტის და საჯმო. მეგობრებო, ჩაგოც არჩენენ ისედაც ახლა ჩვენ ორიც დევემატებით რა პრობლემაა? ხალხო, ეს რა ქვია, მე და სილე რომ დავიჯდა სიგარეტის ფულს ჩაგვირიცხავთ? დავჯდეთ, მე ვიქნები ქეთი შენ უჩი. ხოდა მე გცემ ხოლმე. არა, დღეს შეფულებაში გავედი, მაი, დოსა დღეს ბოლო ის იყოს. დღეს ბოლო იყო, გილოცა, ვიო, რამდენი დღით? დღეს შაბათია, ხო, შაბათი. 16 დღე. ანუ 14-მდე ხო 14-ში იცვლება ევროპაში. თუ არ უნდა მეთქვა. იცვი. კაი, 14-დან იყენდება აპარატები მეტროში რო არის, მაგრამ 12. 14 ოქტომბრიდან. 12-დან. 12-დან მე 14 გევიგე, დღეს ვიღაც გოგო ლაპარაკობდა. ხოდა თურმე როგორც მეტროში შედიხარ, ისე მიადე პასპორტს. ხო, ეგრეა. მოსაული. როგორც ევროპელები შედიან, ეგ აქამდეც იყო. რო გადაახტე მაღლიდან? ეგ აქამდეც იყო გერმანელებისთვის, ანუ მის ქვეყანაში რო შემოდიან სხვა ქვეყნიდან, რო შემოდიან არის ეგრეთი აპარატები და პირეხლად როგორც ქუთაისში გაკეთა, ხო იცი? მე არ მინახია. როგორ არა, ბევრია. აქ არის მაგალითად გერმანიაში რო გერმანელები რო შემოდიან სხვა ქვეყნიდან, ანუ ევროპას რო გასცდებიან შემოდიან, მაგას კონტროლს გავლა არ ჭირდებათ რა, პირდაპირ დაადებენ მაგრამ მე პოლონეთში ვნახე რომ გადიოდნენ კონტროლს, იქ ევროპული ცალკე იყო ევროპის მოქალაქეებისთვის კონტროლი. ხო, მაგას გეუბნები. ხო, მაგრამ იქ ბეჭედს უტყავდნენ. ბეჭედი ჭირდებოდა თქჩეულებრივად. ჯერ მე ახალი არ გამიხ. ვაუ! ხმეთ როგორ შევამცირე ამის მოწევა. ხალო, რაც ლაივში ხარ და რაც გელაპარაკები სულ პირში გაქვს. კაჩა, ხო და გუშინს მერია მაგ. პირში გაქვს გუშინს მე. რატომ მე უზდელებიო, მე გეუზდელები? რა ვთქვი სიუზრდელე გაფიცებ. პირში მე გეტყოდი ახლა რამეს, მაგრამ აღარ გეუბნები. რას? თუ რაღაცებს. ესეთი წეთილი გოგო ვარ მე. მეგობრებო, სელნა ზოგი ლავიწყება, აი რომ ლაიქს რა WhatsApp-ში არ მელაპარაკება. მაშინ მავიწყდება ხოლმე. ვაიმე, ჩვენი WhatsApp-ის საუბარში ვინმე მოისმინონ? აი, მან გავაიმე, ვაიმე, საერთოდ ჩემი WhatsApp-ი რო ნახოს ვინმე, გააფრე. რა სურათებს უგდებ ხოლმე მარიას. ჩემს WhatsApp-ზე რა გიწერია ჩემს ნომერზე? იოანე. აი, რამე სხვა არ გიწერია. სხვა რა უნდა მიწეროს, ახლა რომ შენ მომაწოდე იდია.
თქვენს ქვეყანაში გვიმასპინძლეთ. შეხედეთ წამწამები რაფერმა გაპუტული ხალხო ორი ღერი აქეთ მაგ დარჩენილი ორი იქეთ. ფრჩხილები გადავღებე მეუბედურ მარ გემეზარდა შეხედე რამხელაზე გაზრდილი და გადავღებე ფრჩხილები. არ ჩანს სხვაგანი აგერაა გაზრდილი. არა გოგო ცხოვრება არ რთული. ეს კიდე ბანკიდან მომივიდა ფურცელი გარეიხადე ვალიო. თად გადავხტი არ ვიცი. მარია კასენკომ დამღუპა. რას ერჩი შენ მარია კასენკოს? მარია კასენკომ გამომატანია კრედიტი გერმანული ბანკიდან. და წევედი ბოტოქსი გევიკეთე და ლოგინი ვიყიდე იმ ფულით. და იმ ბოტოქსი ქე გამივიდა და ვალი დამჩა. სამიშა და ნერვები ეხა. კაი, წავედ მიემნო და ვიძინო ცოტა ხანში. ხო და ხალხი დავდგე, მიდი, შკატოცე შლამპე. აბა ჰერმეტი შლამპე. ამშვიდობის მეგობრებო,